Feli radio, Misha Nino ditostan ერთად დაგიბრუნდით. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ კაცს მიღმა და კაცშიც. ერთები და მეტად მიხარია ეს ყოველგვარი ფამილიარობა, ხო, ფამილიარობა არ მახასიათებს და რო არ მიხაროდეს არ ვიტყოდი ხა. აუს არ ვიტყოდი, მაგრამ არც იმას ვიტყოდი მიხარია თქო. თითო მადლობა იმისთვის რომ ერთად ვართ ამდენი წელი ერთად მოდივარ და მადლობა აი ამ ეთერისთვის. ზოგადად ვამბობ, იმიტომ რომ ძველ რადიოს ამ ბოლო ბლოკს ამშვენებს ამბები სპორტული ცხოვრებიდან დიტო მარინაშვილთან ერთად როგორც ყოველთვის ლეგენდარულ ადამიანებს საუბრობს და შეგვიძლია ხო დიტო თავისუფლად ვთქვათ რაგბის სამყაროში ერთ-ერთი ლეგენდა შეიძლება ესე აღნიშნოთ მოდი მეტი შეიძლება ამ თვალს და პირდაპირ ვიტყვი აი დავაინტრიგებს მენელს რომ ქართულ ლიტერატურაში ძნელია მოიძიოს სათანადო ეპითეტი იმ დამსახურების როლის და ღვაწლის რაც ამ დიდებულ ადამიანს მიუძღვის უკვე 6 ათეული წლის განმავლობაში. თემურ ბენდიაშვილი. ბენდო, მიხაილოვიჩ, 78 წლის იუბილეს. 78 ეს ნუ არაფერი არ არის, იმიტომ რომ ბენდო ისევ ძველებურად, ისევ მხრედ, ნუ რა თქმა უნდა სამწუხაროდ ეხა ჟამთასვლის ძალიან ისეთი პროცესი შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ აი ეს თვალებში რა არის, იცი? როგორ არის საოცრად გაწონასწორებული ადამიანი სანამ კონდიციამდე მიიყვან. მაგრამ პირადად მე მაქვს ეს დამოღამებული ათეული წლების მანძილზე რომ აი ისიც მინდა აღვნიშნო არა მარტო რაგბის არა მარტო სპორტის საერთოდ ქართულ საზოგადოებაში ხო ეხლა რამდენი დიდებული ადამიანი ის მაგრამ ასეთი ენამოსრებული ადამიანი აი ბარეული ორი ან სამი სიტყვით შეიძლება გამოხატოს და ადგილზე დატოვოს აი ადრესატი რასაც ეკუთვნის და თვალები რა არის ეს ჭინკები იწყებენ თამაშს რა ჭინკები და უკვე ვიცი რომ მიხაილოვიჩი იტყვის რაღაც სასაულს და იტყვის ოღონდ რა თქმა უნდა მართებულს და განუმეორებელს სხვათა შორის რაჭველი ბენდიაშვილები არიან და დიდ ნაწილს არ ჯერა ყველას კახელი გონია თავის მირდა კახელი მეუღლე ხო სწორედ თვითონ წმინდა რაჭველია თემურ მიხაილოვიჩი რომელსაც დაბადებიდან 78 წელი როგორც ნირიკომ ძალიან და აღნიშნა კვირა შეუსრულდა 78 წელი ეს გახლავთ პროფესიული რაგბის სათავეებთან ხო ის სათავეები კი არა ფაქტიურად მიხაილოვიჩმა შექმნა აი პროფესიულ ჩვენ ახლა მაშინ ხო საბჭოურ ეპოქაში მცნება პროფესიონალი არ იყო მაგრამ თვისობრივად ხო იქ როცა ტარდება შეჯიბრება ტარდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და უმაღლესი ლიგა ეს რეალურად იყო უკვე პროფესიული საფეხური და ეს საფეხური სადაც ჯერ მოთამაშის რანგში მოვიდა და შემდგომ უკვე მსვლელად ამაზე მივყვებით მაგრამ თავიდან მინდა აღვნიშნო ვერელი ინტელიგენტების ოჯახში დაბადებული აღზრდილი უნიჭიერესი ანალიტიკური აზროვნების მქონე არჩინების სწავლობდა სკოლაში შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ასევე წარჩინები დაამთავრა კიბერნეტიკის და ბიოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერთან მუშაობდა არა რა პიროვნებასთან გაგზავნება მაგრამ მიხაილოვიჩისთვის რაგბი სხვა შორის მე ესეც მოსწრებულად აქვს ბიჭო 2 წლით შევედი გვიანო რა რითხსნის ამას ვერ ნუ იმდენი რაღაც არის რასაც ვერ ვიტყვი მაგრამ შეიძლება რაღაცეების აი კონტურებზე ისაუბრებ მხოლოდ ხო ნუ და მორაგბის კარიერა უკვე ეს პროფესიულ კარიერაზეა დაიწყო არა ლოკომოტივში არამედ თბილისის სპარტაკში სადაც მხოლოდ 1 წელი დაჰყო და 1970 წლიდან უკვე თბილისის ლოკომოტივში როგორც მოთამაშე 76 წლიდან უკვე იყო ერთი ხანობა კარგად მახსოვს მოთამაშე მსმენელი და შემდგომ უკვე მთავარი მსმენელი და დღემდე კლუბის პრეზიდენტი სული შემდგმელი ფაქტიურად მთავარი მსმენელი ბუნებრივია დღესაც ანუ მთელი ცხოვრება მიუძღვნა თბილისის ლოკომოტივს მიუძღვნა გუნდს რომელიც იყო ქართული რაგბის აპრიორი საბჭოურ ასპარეზზე და აქვე მინდა აღვნიშნო რომ ის რომ საბჭოური რეჟიმის ეპოქაში არაერთი ქართული გუნდი დაუჩაგრავდა არაერთი სპორტსმენი ქართველი ეს ახალი ხილი ნამდვილად არ არის მაგრამ ის რაც ბენდოს და ლოკომოტივის თავს
მთელი საბჭოეთი ებრძოდა. მთელი გადაუჭარბებლად რით რომ შეეჩერებინათ ლოკომოტივის წინსვლა, იმიტომ რომ ძალიან კარგად აღიქვამდნენ რუსები, რომ ლოკომოტივი პრაქტიკულად გაიგივებული იყო ბენდოსთან. ეს იყო შეუპოვარი კაცი, რომელიც რკინის ქალამნებს იცვავდა და მასთან და თან ეხა მისი განათლება, მისი ინტელექტი და ყოველთვის, ხო იცი, მთავარი რა არის ცხოვრებაში? ყველაზე მაგარი კაცი არის, როცა მართალი კაცი ხარ. როცა შენს უკან არანაირი ის არ არის და როცა შენის 72 წელს პირველი პოდიუმი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე ბენდომ როგორც მოთამაშემ აი 78 წლის ფინალი სლავასთან თბილისში გუშინდელი დღესავით მახსოვს მაშინ იმჟამად საბჭოურ ეპოქაში 3 მოსკოვის გუნდი 2 მოსკოვის გუნდი და 1 ეს მონინოს აკადემიის გუნდი ყელყელაობდნენ, ნუ ეს მონინოს აკადემია უმაღლესი მათ ითვლებოდა. იყო ფილი ეს ხულიგნების გუნდა 1 სიამოვნება იყო მიღების რომ მე მოჭყვარი კაცი არასოდეს ყოფილა 1 სიამოვნება იყო ამ ფილის როგორ ჟეჟავდნენ ბიჭები აქ და თავყოფას იმიტომ რომ ხულიგნების გუნდი იყო მოსკოვის ერთ-ერთი უბნის ხულიგნების გუნდი და აქედან თან სულ უგებდით მაგათთან წაგებული თამაში არ მახსოვს თან სულ კარგა გვარიან მითხეპილებს უშვებდნენ იმიტომ რომ თვითონ ტეხავდნენ და აი ეს სლავა აკადემიური სტილის გუნდი იყო რომელიც სერიოზული გუნდი იყო ეს იყო ის ნობილის საათების ქარხანა რო იყო მოსკოვში იმის ქარხნის სერიოზული დაფინანსება. ეს ქარხანა გონ დღესაც არსებობს თუ არ ვსწრები? კი, უმაღლეს ლიგაში ცხავს. არა, საათების და გუნდიც არის უმაღლეს ლიგაში. რუსეთის ოღონდ ბერს ვერაფერს არ მოადგენს, მაგრამ იმ ხანად ხო, და არ შეიძლება არ აღნიშნო, რომ ასევე ეგრეთ წოდებული CS-ის გამარჯვებული, ეს CS-ი რა არის? უწყებათა შორის პირველობაზე, სადაც ლოკომოტივი პირველი იყო და ეს რუსებს არ ეპიდნავებოდათ და აქვე გაუსრებ მოვლენებს და მე იმაზე მწყდება გული, რომ როცა დაიწყო აიას დიდების ხანა, რატომღაც არავინ ახსენებდა, რომ აიას საძირკველი რა თქმა უნდა მაშინ ქუთაისში სამოვიდა უნიჭიერეს მორაგბეთა პლეიადა, მაგრამ ის რომ ის პლეიადა გაზავებული და გაჯერებული იყო ბენდოს აღზრდილი შეგირდებით და აი ამან ერთობლივად შექმნა ის უნიკალური გუნდი, რომელმაც საბჭოთა კავშირის სამი პირველობა 3000 აი ეს აკადემია რო ახსენე, ზუსტად ის 4 გენერლის დიალოგი არ მავიწყდება. კარგი ბიჭი იყო, სხვა შორის ძალიან წესიერი კაცი იყო ეს მირონოვი. მაშინ ამ აკადემია მონინოსის რო რუქა რო გაუშალეს და ეხა მოდი ქუთაისი იპოვე რუქაზე თორე თეთ დათვებს დაგანატრებ თორა 4 გენერალი ის და გაგიჟებული როგორც ვერ დაუშვეს აზრად რომ ესე იგი აია შეეძლო მოეგო და თან რამდენი ნუ ეს მერე მიყვა მაგრამ თავიდან განსაკუთრებით მიხაილოვიჩზე ნუ აი როგორ გითხრა იცი აი მოთამაშე მსვლელიც რო ახსენე ყველაფერი იყო მიუხედავად იმისა რომ იქ ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები იყო, ნუ ნახევარი გუნდი მინიმუმ, ეხა მინიმუმ კი არა 2/3 ეს იყო აი ძრავი გუნდის სული და გული. ყველა საჭირბოროტო საკითხს და აქედანვე დაედო საფუძველი რომ დღესაც ასე აქტიურად არის ჩართული. ერთადერთხელ შეიძლება ითქვას გაუმართლა ეს იყო ჩვენთვის ძალიან ავად მოსაგონარი კრასნოიარსკი მოსკოვის რეისი 1987 წელს და ის მიშა იცი ეგ ისტორია შენის აშარი ბორდგაფცილებელი ქალის ვიკა აზარონო კი ეს ვიკოლა ორი სიტყვით ვიტყვი ეს უნიკალური რაღაც მოხდა კრასნოიერში თამაში წაგვაგებინეს აბა ეგ კრასნოიარსკიდან მოგება შენ წარმოგიდგენი იქ ცალკე ტრიბუნაზე თეთრი დათვების ხედან და ნუ იქ იმ ხანად კრასნოიარსკი და თაბაის მოგება ხო არაფერი და მოდია ბიჭები და არაფერი რაღაც რამდენიმე ბოთლი კონიაკი ქონდა ჩემურჩელი ეხ კრასნოიარსკიდან მოსკოვამდე რა უნდა იფრინო ეხ აქედან ნიუ-იორკი რაბის რაყელა ბაზილია ხო და არაფერი ბიჭო ეს რაღაცა ეს მინი ქვედა ბოლოთი ეს ბელაკური ეს თეთრთმიანი რაღაცა ბიჭო რაღაცა უშნო დაღვაწალებს რაღაც ბიჭები ხო ჩვენ რაღაც ერთი-ორი კომპლიმენტი უთხრეს მე კონიაკზე დაპატიჟეს და ბიჭო ეს ისე გაგიჟდა რომ ეს იმაში დაუწყო ჩაჯდომა კალთაში და რაღაც და ამ დროს მოფრინავს იმ რეისი თურმე კრასნოიარსკის სამხარეო ადმინისტრაციის ესე იგი მაშინ ხო ეგრეთ წოდებული აპკომი ერქვა საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი მას დაუძახი რომ შენ ნუ აქ ვინახარ ახარ კომკავშირი კიო მე როგორ იქცევიო დავით დაგიჭე რაღაცო და ეხლა შენ შეხვალ პილოტებთან და იტყვიო რომ აი ესენიო ეს გრუზინები ამთან უყურებს ბიჭო ეს ჯეჯგვები ეს არც იცის ამ როგორ ჩანს ეს რაგბი რა არის რა ხალხია ეს ვინ ჩათვა და შეიძლება რაღაცა მოვაჭრებათ მიიღო ეს არ იყო მაინც და მაინც თლად დაალაგებული და განათლებული ეს აპკომში კი
ხო იტყვი პილოტთან რომ ესე იგი შენო ეს ძალი დაგალევინებს ეს ნავესელია უკვე რა ეს კარგად არის უკვე რა შებუჟბუჟებული რა უკვე ნუ რაღაც ისეთ იმაზეა რა ეს კონიაკით ეს ვიკა აზარონოკი ხო და იტყვიო რომ ესე იგი ძალი ჩაგასხესო კონიაკიო და ჯგუფურ გაუპატიურებას კიპირებენო და შევიდა ბიჭო და პილოტმა გადაცა ქვევით ელემენტარო ამათ ის და ესე იგი დაწყებული კგბ-დან ანტიტერორისტული ცენტრი არ რქვა, მას სხვა რაღაც ერქვა, სასწრაფო დახმარების მანქანები, პოლიცია, რაც კი უცხებ სავარიო დაშვება განახორციელა, სავარიო დაშვებით დაშდა და ეხლა რატო ყვები ამას და მე მიცეს ლოკომოტივს ეხლა რომ აი იქ რომ ბენტოს გავმართ დისკვალიფიცირებული იყო, წარმოგიდგენია ამ თამაშზე იმიტომ არ იყო, თორე ბენტოს მიცემდნენ მინიმუმ 10 წელს რა მინიმუმ, იმიტომ რომ მთელი საბჭოური სისტემა ებრძოდა აი ამ სიმართლის გამო რისთვისაც იბრძოდა სხვა არაფერი არ ქონდა და ეხ მინდა გავუსრო კი არა დაუბრუნდე და ეს როგორ ისქნა იცი რა მოხდა მე გუნდი ოფიციალურად დაგვიშალეს გუნდი გააუქმეს ლოკომოტივი გააუქმდა და მე სწორედ ბენდო ზალისხმევით მოხდა რომ აღდგა გუნდი როგორც ელმავალი რამდენიმე ნახევარ გუნდს მიცეს სხვადასხვაოდი დისკვალიფიკაცია რამდენიმე მოთამაშეს მიცეს სიცოცხლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია და ეს ლივს მოიხსენით და ბიჭო Facebook-ში ვეძებდი ვიღაც პეხო არა მაგ და ვიპოვე ცოცხალი რა ეხა იქნება რა ეს რა ხნის ერთი ეს მამულია იქნება გზეთ let's 70 პეაჩ რა ეს აზარონოკი რა ეს სპორტ გაფცილებელი ბიჭო ეს შეიძლება მაგდენიც არ ეხოს როგორ ვიდა იცი ერთი რა მკითხო რა ერთი რა იყო ბიჭო რა ერთი ვისად გეკაჩებოდა ნუ ეს ისე ხუმრობით და მთავარი აი სულ არაფერი ეკეთებინა მიხაილოვიჩს აი საერთოდ რო არ ქონდა არც ეს ნიჭი არ სავდადე რაც ამ ადამიანმა გააკეთა ხო აი გულზე ხელი დავითოთ რამდენი ხსმენია და ვინ ხსმენია და ვიზე შეიძლება ყავდა რაღაც ერთეულები მაგრამ ეს ვერასი ბინა მშობლების ერთადერთი ბინა და 967 წელს გაყიდა რომ გუნდი შეენარჩუნებინა იქ ეხლა ხელფასი და ის მაშინ კი არ მაგრამ ის რო საწვავის თანხა ქონოდა საშეჯიბროს თანხა ქონდა იმიტომ რომ მაშინ თუ არ ვწდები და ახლა რა ეპოქა იმაზე ხო არავინ რომ 77 იყო თუ 78 მაშინ რაგბის განყოფილება იყო რაგბის კავშირი მერე შეიქმნა დამოუკიდებლობის ხანიდან აი ეს განყოფილების სათავეში რომ საქმეს მიხედეთო ზევიდა მთლად მოიყვანეს ბრილიანტის კიდა. ეხლა არ მინდა იმის სახელი და გვარი. ეს რა ეპოქა იცი რომ ბრილიანტის კიდა იმიტომ ერქვა რომ ბრილიანტები უყვარდა. ბრილიანტებს აგროვებდა თორე ფულს კუბომეტრობით ზომავდნენ. თეთრი არ მოუტანია. თეთრი. და აი ამ კეთილშობილმა ადამიანმა საკუთარი ბინა გაყიდა და დღესაც ახლაც მეუღლის ბინაში ცხოვრობს. ამ კაც არასოდეს არაფერი თავისთვის ერთი თეთრი არაა გაკეთებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უხილავი და ხილული მტერი ცხავს. ნუ იმიტომ რომ აქ ერთი თვისება. მიუხედავად იმისა, რომ არის საოცარი იუმორის მქონე, არის საქმიდან გამომდინარე ძალიან ხისტი როგორ. აი, რასაც საკუთარ თავს თხოვს და რაც მაგალითად იმას თხოვს ხვას. ეხა ესეთი ადამიანი რომ მოხსენება არასოდეს არ იქნება ასე ვთქვათ პოპულარული და მაინც ხო? ნუ იქ ამიტომ ახოლმე რომ წლების წინ გეუბნები რომ აი ერთი სიტყვით საზღვრავდა. მიხაილოვიჩ აი ამათ როგორ შეაფასებს რა ხდება ქართულ რაგბიში. და ერთი ბიჭო ესენიო ვაჭრები არიან და ნუ აი ერთი სიტყვით უსაზღვრავდა რა წლების წინ არ შეიძლება რა ნუ ის არ გენიალური არ აღნიშნო წინა პრეზიდენტზე არა კაჭიმდია საუბარი რა თქმა უნდა კაჭიმდია და ჟურნალისტი იკითხება რომ ბიჭო აიო ისო აი ეს ვინც იყრიდა კენჭს და იმის წინ ვინც იყო აიო როგორ შეაფასებთო ამათო რომ ერთი იყო და ეხლა მეორე იყრის და ის და აქაც სამი სიტყვით იფარგლება ეს იმას ჯობიაო და სხვა რამე ის კი არა მიხაილოვიჩ ნუ ეს არა საოცარი ნუ არ ვიცი სხვათა შორის ერთი ნუ ეხლა რა თქმა უნდა მთიანი ანგელოზი არ არის თავის მინუსი ქონდა რომ საჯებთან ქრონიკული კონფლიქტი რაღაც ნუ უწერდნენ სულ დისციპლინარულებას ერთხელ სხვათა შორის გინება საკუთარი გაზრდილი კაცის შეგირდის თავი თვითონ დაიბრალა რომ იმისთვის არ მიეცა დისკვალიფიკაცია მე ვაგინეო და ამ დროს ერთი იშვიათი გამონაკლისი იყო რომ თვითონ არ უგინებია მაგრამ ნუ მართა საოცრებებს ქმნიდა
90-იანი წლების დასაწყისში ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში. ანუ პორტუგალოსთან თავარი მსვლელი იყო. არ შეიძლება არ აღნიშნო, რომ ლოკომოტივი აი მუდამ ვერ ამოისუნთქა ამ გუნდმა. და ნახე ეს გუნდი, რომელიც ელმავალის სახელით აღდგა და მე ისევ ლოკომოტივად დაბრუნდა. დღემდე დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორია ჯერ ხო საბჭოურ ეპოქაში აპრიორი იყო სანამ აიას ოქროს ხანა არ დაიწყო 80-იანის მიწურულს და ლოკომოტივი ქვეყნის ათგზის ჩემპიონია ყველაზე ტიტულოვანი გუნდია საქართველოში და აი ნაცების დროს მაშინ მოხსენება ლოკომოტივი ყოველთვის რკინიგზის უცხების გუნდი იყო ეს 10 წლების განმავლობაში და ეს მერე გადმოყვა კიდე როცა ერთ თანამდებობის პირთან მივიდა რომ ბიჭო აი ესეთ მდგომარეობა და გუნდი სულ ყოფნა არ ყოფნის ხვარზე ხო ეხა იმ ბინის პული საკუთარი რამდენხანს ეყოფოდა რაუდ რა პასუხი მიიღო იცი რომ ბიჭო აღარ გვინდა ეს არ ვიცი თუ ჩვენ ეს რაგბიო და ისე ნებას გაძლევთო რომ წაიღეო გუნდიო ბალასიდან მოგიხსნითო და თემური და არქვიო უშვიათეს შემთხვევა როგორ შეიკავა თავი და არ შემოგვარტყარა და აუ ხელი აქვს აი როგორ შეიკავა თავი ალბათ დღესაც თვითონ უკვის ის პატივცემული დღემდე 14 წელია უკვე წითელ ცირკულარზე იძებნება საერთაშორისო მასშტაბით ხო აბა ის ამის გამოგიარა ის რაც ხო არა რაც გქონდათ ახლა რა არის იცი თითქოს წამოვიდა რაღაც 2018 წელს ქართულ ძალიან დიდი საქმე გააკეთა და ჩინებული სარაგბო ბაზა აშენა აქ დიღომში აი ეს ლოკომოტივის განგუთი მაგრამ ბაზა გადასარევი და შვენია მაგრამ ეს ფინანსური პრობლემები ვერ გვარდება რამდენიმე სეზონია უკვე ლოკომოტივის სამწუხაროდ ამაოდ ცდილობს ელიტაში დაბრუნებას რაც ეგ მარტო ქართული რაგბის ისტორია არ არის ეს ძალიან დიდი ლახვარია უხილავი ლახვარია როცა შენ ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ქვედა ლიგაში მოღვაწეობს და იმედია რომ ავიცი ეს პრობლემები გადაწყდება უამრავი თაობა გაუზარდა უამრავი თაობა და ყველა მათგანი გამორჩეულად უყვარს რა და ამენა მოსრებაზე გამხსენდა არა იმის მოყოლა ნაწილობრივ მინდოდა რომ არა გვარის გარეშე ვითხვი მეთქი მაგრამ მაინც არ შეიძლება რა იცი ბიჭო ეს მაგს არ წინავს რა შეიძლება თეთრი დათვები მე ჩვენ დაგვანატრონ რა და მე მხოლოდ ერთ ეპიზოდს ვითხვი ბოლოს როცა ვკითხე უბრალოდ საუბარია 35 წლის წინადელ ძალიან სახალისო ისტორიაზე რომ მიხაილოვიჩ მეთქი ახლა ის მეთქი აი მაშინ რო უთხარი მეთქი იმ შეგირს ეს სიტყვები მეთქი უკან მიგაკ მეთქი თუ იგივე აზერჩებიო და აი ეს ფიზიკა გენიალური ხოა სამ სიტყვიან კითხვაზე კითხვით მიბრუნებს შენ როგორ ფიქრობო ანუ ამით მიმანიშნებს რომ შენც ის ხო არ ახარ იმას რაც უთხარი ამას რომ მეკითხებიო ხო აბა რა თქმა უნდა დარჩებოდა ხო გეუბნები ეს ეხა რა არის იცი არ ვიცი, ამდენი უხილავი მტერი მხოლოდ ამ ვერავინ ვერ იტყვის რომ ბენდომ აქ ეს აქ პირიქით ამ კაცმა ფიზიკურად შეწირა მთელი თავის ცხოვრება. ვერავინ ვერ იტყვის რომ ოდესმე რაიმე მატერიალური ხერი ნახა ცხოვრობს თავის ბინაში. არა მანქანი დადის, არა თან ეხა ცოტა ჯანმრთელობას არ უწყობს ხელს ერთადერთი ამაზე ვაგჭობ ბიჭო არ ეს ყველა სამწუხაროდ მე ეს ყველას ეს დიაბეტიკების ის თუ ნახა შეუძლია ერთი თორტი შეჭამოს დიაბეტიკზე რა ნუ და აუს ამაზე გვაქვს ომი რა ნუ არ ვიცი უდიდესი სარაგბო ფილოსოფიის მქონე ადამიანია უდიდესი რა და ნუ განათლებაზე ხო აღარ ვლაპარაკობ რა ერთადერთი შვილი რომელიც ნუ რაგბს არ გავა ორი შვილი ყავს მაგრამ აქაც ჯერ არ გვიმართებს იმიტომ რომ ორივე გოგონები არის ახლა მიხაილოვიჩ რო ვიღაცა მოთხრას რომ რაგბზე ხო არ მიყვა ქალთა რაგბზეო ვაიმე ისეთ მოსრებულ პასუხს მიიღებს გონი იმას ალბათ ცხოვრების ბოლომდე იყოფა მაგრამ ეს ხო ვერ მომდევნო თაობები და ის ამოვა ადამიანები რომელმაც აი არ ვიცი კიდე ერთხელ ვამბობ ჩვენ რამდენიმე საფეხური გაიარა ხო იყო რაგბი შემდგომ თვისობრივად ის იქცა იყო რეგბი უკაცრავად თვისობრივად იქცა რაგბა 90-იან წლებიდან ის მაგრამ ამ ადამიანის აუწონელი მე ახლა შეგნებულად არ ვიტყვი გვარს მიხაილოვიჩის ერთი ძალიან ისეთი გამორჩეული ფიგურის შვილმა მითხრა და მეამარო იცი რა არის აი მამა ჩემსო და ბენდოს შეიძლება არ ქონდათო ძალიან ისეთ მეგობრული მაგრამ მე ძალიან გული მწყდებაო იმაზეო რომ როგორ შეიძლება რომ ბენდო სახელი არ იყოს სათანადოდ ანუ იმიტომ რომ ის იმაზე მაღლად კაპის ძალიან კეთილშობილი ადამიანია ვინც ეს მითხრა ახალგაზრდა კაცია და ისე მეამ იმიტომ რომ არათუ რაიმე დოკუმენტური ფილმი ერთი წიგნიც არ არის შექმნილი და აი რითიც დაიწყე ისე იმით მინდა მიწულოს რომ
მესაძირკვლე და ქართული რაგბის ბერმუხა და უამრავი თიკუნი რა არ გვიწოდებია, მაგრამ ამ გაერთიანებულ თიკუნებზე მეტია ბენდო გაცილებით აი ისე ორ ფაქტორს, თავარ ორ ფაქტორს, რაც თითოეულ ქართველს ალბათ თითოეულ სფეროში ნებისმიერში რა არის? ეს არის პროფესიონალიზმი, ფანატიკური სიყვარული საკუთარი საქმის, ოღონდ ფანატიკოსი არ არის. არა, კიცის კიცპაცური ვერელი ბიჭია უაღრესად, არა, მაგრამ ის და პატიოსნება. და პატიოსნება. აი, ხوار უყვართ, აი რაღაც იმას, მაგრამ კაცი არ შემხედრი, აი კაცი არ შემხედრი, რომ ეთქვას, რომ აი ბენდომ რაღაცის. ეს იციან და ამიტომ არიან აი ესე, ასე თქვა, მაგრამ ბიჭო, კაც 78-ის გახდა. მე როგორ დამწყდა გული, აი როგორ დამწყდა გული ერთ პერიოდი, როცა მე პორტრეტებს ვაკეთებდი, ეს პროფესიული კუთხით ეს რადიოთი არ თვითონ ბენდოს პორტრეტის გაკეთების შესაძლებლობა არ მოდის. მაშინ და გამაკეთებინეს ერთ-ერთი რეგიონის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, რომელიც ცოტა პრომაფიოზური იმით იყო, რაღაც კი არ ვერ ცუდი, მაგრამ ბიჭო, ვის რისი რა პორტრეტს ქმნი გენიალურ ადამიანებზე და ქმნი მათ ხვაწლის და დამსახურები და კი ბატონო გააკეთე ისიც 9 იმისთანა გააკეთე და 4-ზე, მაგრამ ბენდოზე როგორ შეიძლება არ გააკეთე. მიხაილოვის მიულოცო დაბადების დღე და არ ვიცი, ღერძელობა, ჯამთელობა და თავარი უსურვოთ, რომ აი ეს თაობები, რომელიც გაზარდა, ისიც მინდა ძალიან უფრთხის. ის გავროშას ამბავი შენ რომ მკითხე, არა, ნუ მაგის მოყოლაც არ გეს, თუმცა თვითონ მოყვა ეთერში, ექს აუცარი რაღაც მოყვა, მაგრამ ამ პორტრეტზე არ მიდოთ, რომ დასამალი კი არა, გეგი იყო გენიალური რაღაც 90-იანი წლები და პატარა ბიჭი, რომელიც ლოკომოტივთან მეგობრობდა და დაარქვეს გავროშა, მაგრამ თვითონ იმ ბავშვი არა, იქ იმას, ეხლა რა წლებია ძალიან სუ და ისიც უნდა აღნიშნო, რომ ყველა შვილივით ეფოფინება და უფრთხილდება. პაშა, ჩვენი კაცო, დათო ჩავლეიშვილი რაღაცა და ჯამთელობის პრობლემები შეექმნა ის პორჟღალოსთან და დამრიგებელიც იყო, ძალიან მაღალი დონის მორაგბე იყო და უკეთესობილესი ადამიანი და ეხლა ჩაანაცვლა მთავარ მსმელად უმცროსმა ტიკიმ. მამას ერქვა ტიკი, ძალიან კარგი ადამიანი იყო, სამცხეად ეყობდა. ეს არის მისი უმცროსი ვაჟი, ვახო კავთიძე, რომელიც ასევე ლოკომოტივის და პირველი რაც მინდა უსურვო, რომ ამ ადამიანისთვის ყველაზე დიდი რაც შეიძლება იყოს, აი ამ წუთში რო კითხო, ყველაზე მეტად რა გაგიხარდებაო, რომ ლოკომოტივი დამაბრუნებინე უმაღლეს ლიგაში და ეს უსურვოთ, რომ მომავალ სეზონში ეს აუცილებლად მოხდება. მიხაილოვიჩ და ერთად ვიზეიმოთ და ერთად გავიხაროთ, მაგრამ აი რაჭველი კაცი ხარ და კახურად დაგლოცავ, მინამ გვიცოცხლოს ღმერთმა შენი თავი, სანამ ჩვენ არ მოგვესწება. თემურ ბენდიაშვილი დაბადებიდან 78 წელი. და გამოჩენილი ხელბურთელი გავიხსენოთ. არა მარტო ხელბურთელი. დიდი პიროვნება, ძალიან დიდი. ბატონო, ნუ ყველა დიდი სპორტსმენი შენს მიერ დასახელებული და შენს მიერ გაცნობილი, შენ ხრიდან გაცნობილი ყველა დიდი სპორტსმენი. ნუ ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი რა. და თუ უმრავლესობა დიდი, ნუ მოდი ასე ვთქვა და თუ ვინმე ძალიან უარყოფითი იცი შე რომ მე შეგნებულად ვარიდებ თავს და საერთოდ კაცო. ეს ჩვენი პრეროგატივაა და ეხა არასოდეს არ ვიკადრებ იმას. თამას ანთაძე 91 წელი შეასრულდება. სხვა შორის ეს დაარქვეს ბავშვობიდან, ეს მეცახელი და რატო სამწუხაროდ ვერ მოვიძი, რასთან ასოცირდებოდა, ბავშვობიდან მოყვებოდა ეს, ნუ ისე ხელბურთი საქართველოში როგორი განვითარებული იყო მახსოვს მე. და არა, და ეხა ეს რა ეპოქაა იცი, როცა ფარჩო ჩაერთო ხელბურთში, რომ მანამდე სხვა შორის საკმაოდ გვიან 21 წლის ასაკში დაიწყო თამაში, იმ ხანად სამუშაოდ გარკვეული პერიოდი იყო რუსი ცნობილი სპეციალისტი ბორა კუდრეავცევი ჩამოსული და სწორედ კუდრეავცევმა მიიზიდა ფარჩო, თორე სულ სხვა სახეობებით იყო დაკავებული და უმოკლეს პერიოდში გახდა ბურევესნიკის იმ პირველი ოქროს თაობის კაპიტანი და ეხა ნუ ხო წარმოგიდგენე ხელბურთის პელე ცხონებული ჯემალ ცერცვაძე, კაცო იმედო ხაკაძე, ჯემალ აბაიშვილი, კექსიკა ექსეულიძე, ლერი კარტოზია, ეს გენიოსებთან ერთად და ამათი კაპიტანი იყო. და ეხა რა ქნა საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი გახდა. პირველი ქართველი კაპიტანი, რომელმაც თავისი პირველივე ჩემპიონატი მოიგო. ანუ საბჭოთა კავშირის პირველივე ჩემპიონატი მოიგეს და საჩემპიონო თასი პირველი ქართველი კაპიტანი, ვინაც საჩემპიონო თასს ჩაიბარა. ორჯერ 6 პოდიუმი გაახერხეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 6 თამაში ისიც აქაც, იმიტომ რომ იმ ხანად აი ეს ხელბურთს ჰქონდა ერთ-ერთ დამოკლეს მახვილები. ესეთი მითითება რა, ისა იმის შურიკას საშკა ამპელოგოვის გარდა, იმიტომ რომ ამპელოგოვი ეროვნებით ქართველი
ქართველი არ იყო და ამაზე როგორ ჩანს გართულება არ ქონდა. დანარჩენი ქართველი ნაკრებს არ გააკარო ან მცირე ხნით. და უამრავი მაგალითი, როცა რამი ჩვენი ბიჭები 2 და 3 თავით მაღლა იდგენ და ისეთი მოთამაშეები მიყავდა და ჩვენებს ტოვებდნენ რა. ნუ ერთი ამპილოგოვზე ნუ მაგას ხო იცი რას მაგრამ აქ არა ეს ყველა სახეობაში იყო რა მაგრამ ხელბურჩი ნამეტნავად იყო ჩემში. ხელბურჩი ნამეტნავად იგრძნობოდა თორე აბა როგორ შეიძლებოდა ფარჩოს ეხა ვინც ჩვენი მამების თაობას და იმას ფარჩო რომ მოედანზე ამ კაცი აბოდებდნენ კაცო ეს კაცი არ 6 თამაში რა არის ხო ეს იყო რახნა ეხლა კარიერის დამთავრების პროცესში 2 გუნდის შექმნა დინამო და კოლმეურნე და აი თვითონ ძალიან ეიმედებოდა რომ ნუ ეს კოლმეურნე უკვე ისეთი კუთხით რომ რეგიონებში უნდა წასულიყო უკვე რაღაც ისეთი კარგი გაგებით მეტასტაზივით დინამო ნუ მაშინ ჩვენთვის ყველა საკულტო გუნდი იყო კალალბურჩიც წყალბურჩიც ფეხბურჩიც ბუნებრივია და აქაც სურდა ფარჩოს რო ეს ყოფილიყო და 1991 წელია თელავში ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზირებული სპორტული სკოლა შექმნა და ვერ წარმოიდგენ არნახული ბუმი ადგილობრივი კახელი მოზარდები და საკმაოდ არა იმიტომ მიეცი რა ნიშნა გზაბარტოო და ის ტალანტი უმალ გამოჩნდა საქართველოს დამსახურებული მსმელი მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში მოუწია ქუვეითში მუშაობა მიიწვიეს და ნახე ხა ერთ გუნდს ქუვეითის მოაგებინა ქვეყნის თასი ანუ ქუვეითის თასი მეორე გუნდს ბრინჯაოს მედლები და ქუვეითის ნაკრები აზიის თამაშების ჩემპიონი გახადა მაგრამ თავარი ახლა იწყება რა პიროვნებასთან ჰქონდა საქმე და რა შექმნა კარიერის დამთავრების შემდეგ ინიშნება იმხანად უმსხვილესი ტრესტის ეს არის თელავში ალაზან მშენის მთავარი ინჟინერი პროფესიით თავად ინჟინერი გახდა და აი აქ იწყებს რას იწყებს რა იწყებს მისი ხელმძღვანელობით შენდება თელავში სპორტ თამაშების დარბაზი სამდარბაზიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გააცოცხლა რომელიც წლები უმიზეზოდ იყო დაკონსერვებული ახლა აქ ისე უპრიანი იქნებოდა იმხანად იმჟამიდელი თელავის რაიკომის დივნები გაგვეხსენებინა მაგრამ ეგ ჩვენი საქმე არ არის გომბორის ქედზე ცივის მთაზე სამთოს ათხილამურო ტრასა შექმნა საბაგიროთი მე რატომღაც საბაგირო გადაიტანეს გუდაურში და ბიჭო ისე ლოგიკური კითხვა ისმის ჩანდაც არ იყოს იქთებს მოიცა აქაც რო დარჩენილიყო და გუდაურში რო ყოფილიყო საბაგირო მაგირა არ ამეტარი ცუდი გამოდიოდა ეს ჩოგბურთის კორტების შექმნა საკუთარი ხელით ქმნიდა ისე კი არა როგორც ხელმძღვანელი დღემდე ჩოგბურთის კორტებს ფარჩოს კორტები ეწოდება ეს ნუ საოცარი 11 წლის წინ თელავმა ფარჩოს 80 წლის იუბილე აღნიშნა თუმცა კახთა მთავარი ქალაქი რო ამ დიდებული პიროვნების მიმართ გარკვეულწილად მაინც ვალში რჩება და მეტი ეკუთვნის ფარჩოს თელავშიც და ქვეყანაშიც ეს ორჯერორის დონეა მე მინდა მოვიყვანო ერთი ძალიან კარგი თბილი ჩანახატი თბილ ჩანახატს ავაწყდი ინტერნეტში მავალი თელაველი კაცი წერს და ძალიან ისე გულზე მომხვდა ერთი აი ხო ის კახურის მაინც აი ხმარი რომ ბიჭო შეჯიბრი უყარდა და არა ჯიბრი და ბოღმაო რა აი ერთი სიტყვით განსაზღვრა მდიდებული და რამდენი გააკეთა ამ კაცმა სახში არ მიქონდა და გარდა ამისა იყო არქიტექტურული და მხატვრული ნიჭი დაჯილდოებული რამდენიმე სერიოზულ გამოფენაში პერსონალური არ ქონია და არც იკადრებდა ეგ რო კეთქვა პერსონალური გადაირეოდა ეს კი არ არის დღეს ყველა მხატვარი რო არ და იქ ფარჩოს საკმაოდ ცნობილი ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი ფარჩო თამას ანთაძე აი კიდე ერთი პიროვნება აი ხა ბენდოს მივაყოლე რომ ამაზე ნათელი მაგალითი რომ თუ გინდა რომ განვითარდე იცოცხლო და მიაღწიო წარმატებას ასეთი პიროვნება უნდა იყო რა აი ასეთი პიროვნებები ირაკლი ლაბაძე 45 წლის 45 წლის შესრულდა სულ რაღაც 3 დღის წინ მე პირადად ნუ ჩემი სუბიექტური მოგრძალებული ხო მაგ რაღაც უფლება უწოდებ ირაკლის ჩოგბურთის კინკლაძეს რა ჩოგბურთის კინკლაძეს უწოდებ ორივე მიმართულებით ერთის მხრივ ნიჭით ჩოგბურთში რაც გიოს ქონდა ესეც უნიჭიერეს ეს ეხლა რო არის ეს ამას ბიჭო ამას როგორ შევადარებ და ამაზეც რაღაცას ვიტყვი რა ამის საერთოდ ამაზეც ვიტყვი და ასევე
აი ეს ნიჭი როგორ ვერ გამოიყენა სრულფასოვნად თორე დღეს ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ჩვენ კიდე ერთხელ ვამბობ ეს ჩემი სუბიექტური აზრი არ არის ამაზე ნებისმიერი კითხვის რომ ახლოს ვერ მივიდო და აი თვით დიდ ალიკა მეტრეველიჩკი არ ნუ სტაბილ მე ვამბობ აი მომადლებული ნიჭით ნუ სხვა თავარი უნებრივი არის მისი რეალიზაცია რამდენად ხდება შემდეგ ამ ნიჭის და სათანადო ტიტულების დავიწყოთ იმით რომ მამის ვიცნობდი უკეთესობლესი ადამიანი იყო და იყო სხვათა შორის კარგი ფეხბურთელი დონეცკის შახტიორში გამოდიოდა გივი ლაბაძე მაგრამ აი არასაფეხბურთო ტიპაჟი იყო გაერთებული ადამიანი გაწონასწორებული მანერებით იმით და ჩოგბურთზე იყო ფანატიკურად შეყვარებული თორე ეგ იშვიათესი მოვლენა კი არა მე ვერც გავიხსენებ გავწირებ ფუტბოლის შვილი ჩოგბურთზე შეიყვარა იმ ხარ ნუ არა ნუ ხო აქ არა ორი ბიჭი და ორივე ჩოგბურთზე წაიყვარა ირაკლის და მისი ძმას და ნუ ირაკლის ეს ნიჭი რო აღმოაჩნდა ეხა მთავარ იმაზე გავჩერდები ასპექტებზე 98 წელია ნუ 20 წელია გასული და უიმბლდონი ხო პარალელურად უიმბლდონი რომ მიდის ეს იმხანად საერთოდ აპრიორი სლემი პირველი განუჩეული და იუნიორთა ფინალი ლაბაძე ფედერერი და თითქმის თანაბარი თამაში აი 60-40 სეკუნდა ფედერერს უპირატესობა ფედერერმა რომელიც სოფლიო ჩოგბურთის მექა ხო მექა და ის აღებული ნუ ვერ უტოლდება ვერავინ და ფედერერი პრაქტიკულად მიჩნეულია ჩოგბურთის ისტორიის ყველა დროის საუკეთესო ვაჟ ჩოგბურთელი 6-4 მაგრამ იმავე წელს უკვე როლან გაროზე საფრანგეთის ღია პირველობაზე წყვილთა შეჯიბრება მოიგო იუნიორებში ხორვატ ლავრო ზოვკოვთან ერთად სლემებზე ყველაზე დიდი მიღწევა რაც არა ქართველი საერთო ჩოგბურთის ისტორიაში ასეულ ათასობით ჩოგბურთელს რომ იმავე ხსენებულ უიმბლდონზე 2006 წელს მეოთხე წრეში გავიდა და იქ რაღაც აი ეს პანტერასავით იყო მაშინის გააფთრებული იმის შეჩერება ნადალი შეუძლებელი იყო მაგარი ბრძოლა მიცა მაგრამ სეტი ვერაუღო რა ეხა ნუ არა ნუ ნადალია რა როგორ ნადალი და იქ ნადალს მერე ბოლო მოუღო იმან ფედერერმა იმიტომ რომ ეს ბალახოვანი საბარის გონე კორზეა უიმბლდონი მოხსენება ერთადერთი სლემი დარჩა სადაც ბალახოვანი საბარი და აი ბალახოვანი საფარი იყო ნადალის აქილევსის ხუსლი ამიგე და ამიტომ იქ ფედერერთან თორე აი ისეთ ფორმაში იყო ნადალის სხმანების მერე სლემი რო ყოფილიყო მე მაგალითად სონს ესე ხატოვნად ვამბობ ფედერერზე ვერ დავდებდი სხვა შორის ალიკა მეტრეველი ვახსენე და ალიკას გარკვეული მიუძღვის ამის უკვე ჩამოყალიბე 2001 წელს იმუშავა საკვებად ნაყოფიერად ირაკლისთან 2004 წლის მასტერსი არ შეიძლება არ გავიხსენო როცა ნახევა ფინალში ძალიან დრამატული შეხვედრა დათმო ინგლისელ ტიმ ჰენმანთან არ და მარამდე იმ ტურნირზე კარლოს მოია და ესპანელი და ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი ყავდა დამარცხებული. აი 2004 წლიდან მოეძალა ტრამვები და ამან ამოაგდო კალაპოტით. მოსერება და არის სპორტსმენების კატეგორია, რომელიც ბოლომდე იბრძვის, ამას სამწუხაროდ ეს არ აღმოაჩნდა. ამას უხდა მამამისი წუხდა აი განიცდი და ცდილობდა ნაკლებ ელაპარაკა, მაგრამ აი ადამიანისთვის აი ნამდვილ კაიშანად იქცა და არ ვიცი ჩვენთვის ერთ-ერთი ისტორიაში ყველაზე 20 წლის ბიჭია, ნუ წარმოგიდგენი, ხო, ის ამ ისეთი ბრგეს, ხრები, მეტრი და 88 სიმაღლე ეს არ არის, ხო? 20 წლის ბიჭმა შანხაის ტურნირზე, სერიოზული ფონდი წარმომადგენლობით ტურნირზე აგასი ამოაყირავა, მაშინ ბატონი აგასიანი, ესე იგი მეორე ჩოგანი იყო მსოფლიოში ATP-ის კლასიფიკაციაზე და ბიჭო აი სულ ამბობ ნეტა გაეგონა ნეტა ამისთვის ეთქვა რა პირში რა აი 20 წლის ბიჭი ხო იყო ამას აგასიას რა დამთავრდა ნირწამხდარმა ხედავ ბიჭო თავის იმას უთხრამს თურბეო საქართველოში ცოდნია ჩოგბურთის თამაშიო რა ეს ამბავი აუ ნეტა ეთქვა აუ ნეტა ხო და მაგრამ ეხა ვიღაცამ რო იმაში არ ჩაომართოს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარი ეს გახმაურდა ეს ამბავი მაშინ მე არა მაშინ რო გახმაურდა თუ მაშინ თუ მე ხოში გავიგეთ რომ ეს იყო იმიტომ რომ იმ სვლელმა მერე მოყვა უკვე მაგრამ ეხა ვიღაცამ რო რაღაცა არ დაგწამოს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარი საჩოგბურთო წრიდან სწორედ სომე ხავდა ეს იყო სარგი სარქსიანი საკმაოდ კარგი ჩოგბურთელი ხო ნუ ნორმალური აი და ეგრეთ წოდებულ დაბრუნდის რო უწოდ მაგრამ იქ ისინიც კაცო ისა მამიდები დედები
ისიც სირანუშაც ვართუჩად მაღუთიც ქონდა ყველაფერი ქონდა და ნიცას ტურნირზე რომ მოხდე წამოდე აი პური უნდა გააჭამო აიყვანან რაღაც ის საუკეთესო რესტორანში სასაული წყაპრული სუფრა გავუშალდა რომ დამთავრდა და ალე მიმინო გავუკეთა ეს მოვიდა თან მაშინ როგორ იყო ეს 2006 ის ხდება რა პრადო ჯიპით იყო და ის მოიცა ვარ ისო სანამ ეხა გაგიყვანო და ის გამოუყო რა და გააყო უკანა ის საბარგული გამოუყო ის საბურავის და რა არის ისო და ბიჭო რა იცი რომ გაგიჭირდეს გაყიდიო პრადო საბურავია რა ალია მიბინო გაუგეთა სანქციანმა რა და ეხა მთავარი რა არის რომ აი ეს ამ ნიჭის და ტალანტის განეობის მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიმპათია ამ ადამიანის მიმართ და ალბათ საზოგადოების აზრს იქნება აი ახლა მივედი მთავარს რატომღაც ეს ჩემთვის უცნობია ძალიან გვიან 22 წლის ასაკში დაუძახეს საქართველოს ნაკრებში ანუ დევისის თასია ნაკრები აქ მთავარი მოვლენა არის დევისის თასი 2003-10 წლების პერიოდში აი მაშინაც კი რომ უკვე კარიერა ერთეულთა შორის დასრულებული ქონდა ნაკრებს ეს კაცი არ მოცილები არასოდეს არ იმიტომ რომ მან იცოდა თავარი რომ საკუთარი ქვე ინტერესზე მაგლა ადამიანს არ შეიძლება კონდეს და ის მეორე არ მინდა საერთოდ ის ჩემთვის არ არსებობს და ის რომ განმარტებაც რო არა აქვს რომ რატო უარობ შენი ქვეყნის თავარ გუნდში თამაშს ხო მაგარი ბიჭი ხარ რა როცა საზოგადოების ხარდაჭერა გჭირდება, მაშინ საზოგადოებამ უნდა დაგიდგეს და როცა შენ ქვეყანაში შენი სამსახური ჭირდება, იმიტომ რომ გუშინ სამარცხვინო წავაგეთ. ნაკრები ფაქტიურად, არ ვიცი ხა, იცი რა რაღაც საშინელება წავაგეთ, ჯერ მოლდოვასთან წავაგეთ, კაცო და მე იმასთან წავაგეთ, ჩრდილო მაკედონიასთან და ყველაფერი წავაგეთ ვართ დევისის თასის, ევროპის მესამე ჯგუფის ფსკერზე, ანუ იმის ქვევით არაფერი აღარ არის. თორე იქაც გავარდებოდ და აი ამ ზე გჭირდებ და აი ეს ბიჭმა ბოლომდე უერთგულა ბოლო აი სანამ რო იტყვიან ბოლო ამოსუნთქვამდე როგორც სპორტსმენმა ბოლო უერთგულა კაპიტნის მოვალეობასაც ასრულებდა უკვე ერთეულებს რო თავი დაანება ნაკრებში წყვილთა შეჯიბრებაზე მუშაობდა და რაც შეეძლო გააკეთა ამ ბიჭმა აი რა ფორმაც ჰქონდა ვარგოდა თუ არ ვარგოდა ხა არ არის ამ შემთხვევაში თავარი ის არის რომ აი ამ ხელა კაცმა არ უგანა და არ გადადგა ის ნაბიჯი, რასაც ყოველთვის, არათუ ყოველთვის კითხავე, როგორც აი ამ ვაჟბატონის მიმართ არის ეს კითხვა რა, რომ ახსნას, მაგრამ ამას ხო ვერ ახსნი. საკუთარი სამშობლოს სიყვარულს ხო ვერ ახსნი შენ და ასევე ვერ ახსნი მის უგულებელყოფას. აი ამაშია საქმე. ცირეხნით ცნელობას მიხო ხელის ხოჭერ ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო იმ ხანად, მაშინ თათია მიქაძე მე რაღაცა იქაც ტრავმა და აქაც არ გაუმართლა რომ აი ამ გოგონას განვითარებაზე ეზრონა და ნუ ფაქტიურად აი ასე დაასრულდა და მე იმედი მაქვს რომ მხოლოდ დროებით მისი საჩოგბურთო მოღვაწეობა იმიტომ რომ ირაკლი კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო მხოლოდ 45 წლის გახდა მას აქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება საკმაოდ ძალიან კარგი ფუნდამენტი ოჯახიდან მოყოლებული ის არ არის გაუნათლებელი ბიჭი და უბრალოდ ქართული ჩოგბურთით დარწმუნებული ვარ რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად მის ამ ნიჭს და გამოცდილებას გამოიყენებს და მისი სამსახური აუცილებლად გჭირდება და ის რომ აი ეს დევისის თასზე მის მონაწილეობა უწყვეტ რეჟიმში ის რომ ეს კაცი საიმედო საყრდენია სწორედ აი ეს ფაქტი მოწმობს ირაკლი ლაბაძე დაბადებიდან 45 წელი და ამასობაშია ჩვენი გაცემის დროც ამოიწურა საინტერესოდ მოყევი ძალიან კარგ პიროვნებებზე კარგ ისე მაბატი არ მინდა ცუდი იმაზე მაგრამ აი რა არიცი საკუთარი ქვეყნის თავარ გუნდში რომ უარს ამბობ თამაშზე და განმარტება ვერასოდეს ვერ გიქნება რა უნდა მითხრა ხო ბიჭო ამას რატო აკეთებ ან როგორ აკეთებ რატო არა როგორ აკეთებ აბარაგი პასუხი მითხრა. მადლობა დიტო და დღეს უკვე ამით დროებით დაგემშვიდობებით ძველი რადიო. მიშა ნინო დიტო. აბა წარმოდები ჩემო კარგებო კეთილებო და მომავალ შაბათს კიდევ რამდენიმე საინტერესო ისე სხვა შორის კიდევ ერთ დიდ მორაგბეთი დავიწყეთ რომელმაც აი არა მარტო ჩემი თაობების ძალიან დიდი მორაგბეთა ასევე ძალიან დიდი პიროვნება იყო რომელსაც ქართული რაგბის პროფესორს უწოდებდნენ და თუ ის ამაზე უკვე მომავალ შაბათს. ნახვამდის მადლობა.